დღეს როდესაც გამოდიან ეს ახალგაზრდები და ამბობენ რომ უფლებები აქვთ შეზღუდული ვერ ამბობენ იმას რაც უნდა თქვან და ის რატო დაისაჯა ეს რატო დაისაჯა რა თქმა უნდა ვეწინააღმდეგები დასჯას როდესაც არ იმსახურებს ადამიანი მაგრამ იცით რა მე მომივიდა ესეთი საუბარი გაიხსენონ რა იყო გასაგებია რა იყო ის არ უნდა იყოს ეხლა და ჯვარი გვეწეროს და ნამდვილად არ არის იმიტომ რომ არც იციან რა იყო ვერ წარმოუდგენიათ როცა იჭერენ დღეს ადამიანს სამჯერად იყვება აქვთ და ხორცის რაციონით შედის ყველა ადამიანი მეწოდება რა თქმა უნდა ციხისთვის როცა ჩემი მეუღლე დაიჭირეს და დათო გოგოშვილი დაიჭირეს იცით რა იყო ჩვენი საზრუნავი ყველა მითის რომ მაშინის პატიმრები გადიოდნენ იმ საშინელ კალიდორს სადაც იდგნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და წირავდნენ ადამიანებს და ის იყო ჩვენი საზრუნავი რომ ვიღაცა ჩაგვერია რაღაცა გვექნა აი ესე უსუსურობით დავწრწოდით რომ აი ამ კალიდორში ცოცხალს გაეღწია ამ ადამიანს დღეს გამოდიან ციხიდან ღმერთმა ყველას დაიფაროს საციხოთ ნამდვილად არავინ არ მემეტება მაგრამ ბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში შვილებთან თავიანთ სახლში ეს რატო არ მოხდა ჩემ შემთხვევაში რატო არ შეიძლებოდა რომ ჩემი შვილებიც გაზრდილიყვნენ სრულფასოვანი ადამიანები დღეს ქონოდათ სამსახური